კლიმენტი შალვაზე მეგენეიშვილი, დაბადებული სანდრდის რაიონის სოფელი ოფეთი. 1935 წლის 18 აპრილი დაბადების თარიღი. არ ვიცი ბიზაჩება და მარხვათ რა ვიცი ვოროშილოვი მაშინ ცნობილი პიროვნება იყო. კლიმენტი ვოროშილოვი იყო ცნობილი პიროვნება. სკოლა რა დავამთავრე, გვინდოდა ჩაბარება ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში, მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ წერაში კარგი ნიშნები ვიღეთ, ზეპირში ვეღარ გავედით და შემდეგ წაგვიყვანეს ჟარში. ჩაგვიყვანეს თბილისში, თბილისში 3 დღე ვიყავით, ჩაგვსვეს მატარებელში და ჩაგვიყვანეს ბაქოში. ბაქოში სომხეთიდან ჩამოვიდა მატარებელი დატვირთული ასეთი ახალგაზრდებით და სამივე რესპუბლიკის ახალგაზრდობა 17 ვაგონი იყო თუ რაღაცა. გავიარეთ უკრაინის ტერიტორია, ბელორუსის და ჩავედით ტალინში. ბელორუსიაში არის საზღვაო სასწავლებელი მეზღვაურებისთვის და იქ წაგვიყვანეს. ტალინში დავბრუნდით, თორემ უმეტესად ზღვაში ვიყავით და გაგვიშვეთ გემზე. მსახურობდით გემზე, მუშაობდით, ვამუშავებდით მანქანებს. ამას იქ ვიღებდით. ჩვენი გემები ეძებდა ომის დროინდელ ზღვაში ჩაძირულ ბომბებს. სადმე თუ კი ვიპოვდით, ამოქონდა ზევით, ტვირთს მოაცილებდით და დაიწყებდა ტივტივს ეს ბომბი. მოვცილდებოდით მას და ესროდნენ და გააფეთქებდნენ იმას. ტროსებს უშვებდით დაბლა, ფსკერძე, ზღვის ფსკერძე ჩადიოდა, სადმე თუ კი იყო ისინი მოედებოდა და მერე უკვე ფრთხილად ამოქონდა ის ჩვენ. საშეში იყო რომ ამოვიტანდით იმას ზევით, უნდა გვეცადა რომ ახლოს არ მოსულიყო ჩვენთან, თორემ აი თითები ქონდა ყველა მხარეს ირგვლივ. ბურთივით იყო ასე დიდი იყო ძალიან. ხო და ჩაძირული გარკვეულ მანძილზე რომ გემს გაევლო და ერთი რო გადაღუნულიყო აფეთქდებოდა გემს ააფეთქებდა. ბომბები გერმანული იყო, ხო, გერმანული ბომბები იყო. მიჭირდა ღელვა ძალიან. 3-4 დღე გავიდოდა ერთ რუკას პირში ვერ ჩავიდო. ღელვა მოქმედებდა ჩემზე მაგრად. ისე ჩემს საქმეს ვაკეთებდი კარგად. ბიზაჩება მითხრა რომ ჩამოვედი. კიდევ მარიაკად მოგაწყობს ზღვაზე, გემზე. საქართველოს გემი იყო დიდი. მე ვთქარ დანახვარი და ზღვის მეთქი. შაბათ დავდივარ რაგერ დიდ ეკლესიაში, კვირას დავდივარ ორთაბათოვში, იქ არის ჩემი ყოფილი სტუდენტი მოძღვარი. ჩემი სტუდენტი იყო. აგი უნდა გქონდეს აუცილებლად. მოვა ბავში, აქ აქვს მას ვინც პარასხევს მუშაობს. აიგებს ამას, წავა ამოცანას აიგებს, მოვა დაждდება და გაუფუშდება, დაბლაგდება ფანქარი, დადებს სხვას აიგებს, იმას გაუთლიბე და აგერ ფანქარს უთლიბე.
წავედი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მოვეწვე მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ინსტიტუტს რომ ავთავრებდი, მოსკოვში ვიყავით 4 თვიან პრაქტიკაზე, საკვლევ ინსტიტუტში. პროფესორი კაცი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ეს კაცი. ვეხმარებოდი ამ კაცს რაღაცის გაკეთებაზე და 4 სტუდენტი ვიყავით. გაუფორმები ვარ სამუშაოზე. დამთავრდა მაისი. მოიტანეს ხელფასები, მაშინ ბანკში მიდიოდა მოლარე და გამოქონდა ხელფასები და არიგებდა. და რეკავენ ლაბორატორიაში. ადი ბუღალტერიაში მითხრა ამ კაცმა. ავედი, დავიდნენ ფურცელი, მოაწერი ახალი, რა არის აგი მეთქი და შენო გაფორმებული ხარ სამუშაოზე, არიციო? მომცა 92 ბალათი. 100 მანეთთან ვიყავი გაფორმებული. ეხლა ამ კაცმა მეხვეწა მე რომ დაამთავრები ისო, ჩამოდით ერთად სამუშაოდ, მაგრამ ისე მიყვადა ბათუმი. ვერ წავედი და კივნანով ისე. ხა გაგიგვიდეთ ეს პატარები რო არის. ფაქარს ვკიდებთ, კიდე ამას აიღებ, თუ ამას აიღებ, აი აქ ვკიდებთ ხელს. აი აქ. ასე რომ ამას მე გავხეთქავ, ფარგლიზა გამოვიყენებ. არა გადავაგდებ. ხო, სამზე მოვლენ ახლა კი. აი ამაზე ვდევრულობ, აი რო არ მქონდეს ასე გამზადებული და ბავშვი შემოვიდეს და არ მქონდეს პიაქანე, ბავშვი არ აქვს, დაждდეს უდა ტყირა. სამზე რო დავიწყებთ, 6-ზე დავამთავრებთ ვეცადინებას. ხო, ეს კვირი ჯგუფი აგი შაბათის და აგი 68 წელს დავამთავრე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჩამოვედი ბათუმში. მე ბათუმში მუდმივად ვცხოვრობ 58 წლიდან უკვე. და დავიწყე მუშაობა ბათუმის ელექტრომექანიკურ ქარხანაში. ინჟინერ კონსტრუქტორად. ელექტრომექანიკური იყო ჩემი ქარხანა. ჩვენი ავტობუსი. ეს ქარხანა ჯერ გაიხსნა პორტის საწყობები რო იყო, იქანა ვორვაგზალთან ახლოს, გვერდით. მშენებლობა დაიწყეს ლეონიძის ქუჩაზე და 72 წელში მთელი ქარხანა გადავიდა იქა. უკვე გადავიტანეთ ჩარხები, ყველაფერი, სამხრები, შენობები აგებული იყო, ყველაფერი დამზადებული იყო და გაგვიფართოვდა და მოგვებათა ჩარხები, პროდუქციის გამოშვების რაოდენობა აქ გაიზარდა ძალიან. ვინმე იქ ქონდა ჩვენ. კარგ თამაშს უყურებ. გუშინ ფეხბურთს გაუყურე, რაგბის უყურე, ჩვენები თამაშობდნენ შოტლანდიაში და მოვიგეთ იქანა. მოვიგეთ. რაგბის თამაშობდნენ ჩვენები გუშინ. $29.26 მოვიგეთ. $29.26. ევროპის თამაშებს უყურებ. ფეხბურთის იგენი არხები. იგენი უყურებენ ევროპის თამაშებს. აი უყურეთ ახლა დამთავრებული სამუშაო. ბავშვის აქვს. აი ახლა ბავშვი აგროვებს ბავშვი აბას, რომ რომ წავა ვინმე ეროვნული გამოცდები დაიწყება, ხაზვაში უნდა ჩააბაროს გამოცდა. უნდა მიიტანოს 5 ფურცელი ნახაზი, ასეთი 5 ფურცელი ნახაზი და გამოცდა უნდა ჩააბაროს და მერე მოხდება რა სპეციალობაც უნდა იმ სპეციალობაზე თუ გამოცდა არ ჩააბარა ვერ მოხდება, თუ კიდე მაღალი ფულა მიიღოს ვერ მოხდება იქ. ხო და აი
აკეთებენ ბავშვები ახლა ეს დამთავრებული ნახაზები არის ერთი გოგონას არის ჩემგან წასულ ბავშვს პრობლემა არ ქონია გამოცდას არ ქონია პრობლემა არ ჩვენ ქარხანა 58 წელში რო გაიხსნა ბათუმში ეს პირველი დღიდანვე იყო საკავშირო მრეწველობის ქარხანა. ქარხნები ამ სამინისტროს ყავდა ყველა რესპუბლიკებში ქონდა ქარხნები. ხო, რიგაში და რიგიდან მოგდიოდა რაღაცა, ბაქოდან მოგდიოდა, ერევნიდან მოგდიოდა, შუაზიდან მოგდიოდა, რუსეთის სხვა ქალაქებიდან მასალები მოგდიოდა. ჩვენ ვამზადებდით ამ მანქანას რა მასალები გვჭირდებოდა, იმის ზაკას ვაძლევდით და ვამზადებდით. ახლა რო ხაზავ ამ მანქანას ყველა მასალა განსაზღვრულია, რა მასალიდან უნდა გაკეთდეს დეტალი. ხო, კპილანებს უნდა მაღალხარისხოვანი ფოლადები. გამოგონება გქონდა 1 ტონიანი გქონდა 2 სახის. და კიდევ ვილკებით როწებს ტვირთზევით. ამწერ ხო, იგიც გამოვიგონეთ, სადღაც 7 მანქანის გამოგონება გვაქვს. ეს არის ელექტროსატვირთო მანქანა. ტვირთით გადამზიდავის, მუშაობს საამქროებში. ჰაერს არ აბინძურებს ეგა. ელექტროდენზე მუშაობს. აი ამ ყუთებში აკუმულატორები აწყვია. 36 ცალი აკუმულატორიდან აქანე, 2 ყუთი არის. ჩარხი, რომელიც დეტალებს ამზადებს, ის ჰაერს არ აბინძურებს. ის არა. რისთვისაა ეს საჭირო კარგი საამქროში იცით? ავტომობილი ბენზინზე მუშაობს და რო წვავს ბენზინს, იქ ხო გამონაბოლქვი გამოდის, იქ ხალხი მუშაობს ჩარხებზე. და ეს შენობაშია ჩარხები, ხო? და ეს ჰაერი ფუჭდება იქანა და ამისთვის ეს იქნა გამოგონებული, იმიტომ რომ ეს ელექტროდენზე მუშაობს. დენზე მუშაობს აკუმულატორებზე. ჯგუფი მუშაობდით ჩვენ ამაზე. ამას ერთი ადამიანი ვერ დახაზა. კვარტალში პრემიას მთელი ქარხანა ღებულობდა კვარტალში. მაგრამ იყო დანამატებით პრემია, თუ კი რამეს გააკეთებდი ადამიანი, აუცილებლად დაგაჯილდო. მატარებელის ვაგონი შემოვიდოდა ქარხანაში, რკინიგზა შემოსული იყო ქარხანაში, ჩავსვამდით იქანა და მისამართი იყო ყველაფერი და მიდიოდა ის სადღაც შეიძლება საფრანგეთში წასულიყო. რაღაც არ ხოდა მიშა. მე-12 კლასელი მოვა, ის კვირაში 2-ჯერ დადის. ადრე სულ უფასო იყო და ახლა რა გახდა როგორ იცით? მე-11 მე-12 არის ფასიანი და მერვე მე-9 10 უფასო არის. ეს წლები ჩემი კი არ არის ახლა მას რომ ამოფე. სასახლის წლები არის ეგ. ხელფასი მაქვს როგორც პედაგოგებს სკოლაში მაგარი ხელფასი აქვს, მაგრამ ასე არ მუშაობს. თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ყველაფერს უკეთებდა განათლების სამინისტროს, ყველაფერს. და ხელფასები იქანა ემატება ხალხს და აქეთ არ ემატება, ამათ არ ემატება არაფერი. ამას ახლა იწერა. არ ჩაწერო. ცოტა ბავშვებმა მერე გავთიშავთ, რომ ხმაურმა არ შეაწუხოს და ცოტა გათქეს. ეს მე ვარ, ეს არის აი ეს 5 ტონიანი ელექტრომობილი. ქარხანა, ჩემი ქარხანა იყო ერთადერთი საბჭოთა კავშირში, რომელიც უშვებდა ამ მანქანებს. ასეთ მანქანებს საბჭოთა კავშირში არ უშვებდა არავის სხვა. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა მოთხოვნა იყო ამ მანქანებს. ბოლო დირექტორი იყო, ფურა მემერიძე იყო, მაგის დროს გაჩერდა ქარხანა მერე. ერთი ადამიანი არ დარჩენილა ქარხანაში, გაუშვეს შვებულებაში. დაიხურა სადღაც 92-93 წელი იყო ამ დროს. ბათუმი გადატვირთული იყო ქარხნებით. ყველა ფეხის ნაბიჯი ბათუმში ქარხანა იყო. ხო, ეს სამი ქარხანა რო გახსნეს 58 წელში, ელექტრომექანიკური, ელექტროპრიბორი და ბიტმაში. ეს სამი ქარხანა. ისე იყო თამბაქოს ფაბრიკა, იყო ფეხსაცმლის ფაბრიკა, იყო უარებელი ქარხნები იყო ბათუმში.
მანქანმშენებელი ქარხანა იყო, რომელიც ამზადებდა ჩაის ფაბრიკისთვის ყველა დანადგარს, რაც კი ჭირდებოდა ჩაის ფაბრიკას. პურის ქარხნის მანქანებს უშვებდა, ჩამომსხველი, სითხის ჩამომსხველი ლიმონათის, ღვინის ჩამომსხველ მანქანებს უშვებდა. ეს საოცარი მანქანა იყო მანქანმშენებელი ქარხანა. საოცარი. ახლა ეს სტადიონი იყო ბაიადგილი მაგისი. ქარხნები არ გაჩერებული იყო და ემუშავა. ეს იქნებოდა დიდებული მაინც. ხალხი უმუშავარი არ იქნებოდნენ. ეხლა ამ ტექნიკას რო ვყიდულობთ, საზღვარგარეთიდან ხომ გჭირდება ტექნიკა და ვყიდულობთ, რატო ჩვენ არ უნდა გამოვუშვათ? ჩვენ არ უნდა გავყიდოთ, აი რომ გავაკეთეთ, რატო წამოვიდა მოთხოვნები? ხო შეგვეძლო გაგვეყიდა. რატო გავაუქმეთ ეს ყველაფერი? მოვიდა მამაო. ამაო მოვიდა. ასი საფეხური. ეს ხაზები ყველა მოდის ამ წერტილში და ამ წერტილში მოდის კიდე ხაზები. ასე გააკეთე ეს თავიდან ბოლომდე, ასე ხედავ? ხო, აი აქამდე. შევარდაძე რო გავიდა ცეკად პირველ დილად. მაგრამ გამოუშვა ქარხნებში მანქანები. ჩავეწერე რიგში ჟიგულზე და მოვიდა ერთი ჟიგული და ერთი ბასკვიჩი, ორი მანქანა. ბასკვიჩი მომწერმე. ყავდა ბასკვიჩი, ერთი 30 წელი ვატარებდი. აქა ეს ფიგურა აქაც იქნება. აქ უნდა და ხო, აქაც იქნება ეს ფიგურა აქაც იქნება. ხო. აგენდა ხანი არ არის. აქ არის. ხო. ხაზებში. ეს ბათუმის წყალი სადღაც 96 წლიდან დაიწყო, ხო? ბათუმის სამუშაო აიღო ავსტრიულმა ფირმამ. უნდა გაეკეთებინათ ბათუმის წყალი და კანალიზაცია. $400 რომ გავიგე, მექნებოდა ხელფასი, უმუშევარი ვიყავი და $400 მაშინ იყო რამხელა ფული იცით? სახლში მოდიოდი, ფეხს მიწაზე არ ვაბიჯებდი, გაგეცილება. ჩამოვიდა თბილისის ფირმა და დაიწყო მუშაობა ზღვიდან ჭავჭავაძემდე, გაკეთებულია ჯავახიშვილამდე ეს პროექტი. ბარათაშვილიდან დაიწყენ და მოყვებიან ახლა ამას. და მე ნახაზევით ვამარაგებ და კიდე დანარჩენ ქალაქს ვაკეთება. ჭაობს ვაკეთებ იქეთ. სულ აეროპორტამდე გავაკეთე კაცო. მე მაძლებდნენ ქალაქის ნახას, ქუჩების ნახას მაძლებდნენ და იქ მე ვაკეთებდი ნახაზებს. და სახლებში შემყავდა, ჯერ მთავარი მინი გამყავდა და მე იმ მთავარი მინიდან ყველა სახლში ხოდა შეიყვანოს. წყლის ბასენები უნდა დამდგარიყო, რადიო ანტენები როა ზევით, გორაზე. იქ უნდა დაავსობილი ქონდა ყველაფერი, იქ უნდა ასულიყო მილები, ორთაბათობის წყალი არის ჯავახიშვილამდე. ორთაბათობის წყალი და ჯავახიშვილის საკეთ არის ანგისის წყალი.
ჭების წყალი არის აქეთ. ქალაქმა ვერ აიღო ის ადგილი, რომ დაედგა ბასეინები იქანა, იმ თასზე. თორემ ნებისმიერ სართულზე ევიდოდა წყალი. ახლა აგერ რო არის 16 სართულიანი, 20 სართულიანი, 25 სართულიანი, მაგარი არ არის. დასოსებით არის. პუშკინის ქუჩაზე არის გამოდის ერთი ქუჩა, კაცს ვერ საკუთარი სახლი აქვს. მე ვთხარი, რა ადგილა შემოგიყვანო ეს ზოში მილიმეტრი. არ მინდა მე ვაი. რაფერ არ გიდა, უწყო დარჩები მე მეთქი ვეუბნები. როგორ არა უხსენდი, ვერაფრად ვერ გავაგები ამ ადამიანს. კაი, დავტიე ბაი მილი ჭიშკართან. ძველი მილში გავუხდა წყალი და ახალში წავიდა რომ და დარჩა უწყლოდ. გეიქცა ბერიაში. მირეკავე. ასე და ასე ოჯახი არის უწყლოდო ამ ქუჩაზე. მე უთხარით, რამდენი ვეხვეწე მაგ ადამიანს მე. არაფრად არ მითხრა, სად მიუყვანო მილიმეტრი მე უთხარი. მერე შოვერთეთ მე ვაიც. ვადავტიებით უწყლოდ. მე ბერთელა საქმე გავაკეთე, წყლის და კანალიზაციის პროექტი. საქმე მიიყვარს, აი 56 წელია ვასწავლი ბავშვებს. ეს იყო რომ გაიხსნა სამხატვრო სასწავლებელი 70 წელი იყო. პარალელურად, ესე იგი ჯერ კიდე მორვაგზალთან ვიყო ჩემი ქარხანა, რომ უგიაძის დროს დავიწყე მუშაობა მიაქა. ეს იყო 70 წელი. ეს მასაგი რა გამოდის? ხო, ეს რა გაღარჩენს წყალი? ეს გააკეთე ასე სწორად ხარის გაკეთებული. ხო. ეს ხაზები აქ უნდა მოდიოდეს ყველა. აქა. ხო? ეს ჩამოწე. და სახელმწიფო გამოცდა იყო. ხაზვაში და ხატვაში იყო სახელმწიფო გამოცდა. პედაგოგები გამოდიოდნენ აქ. 70 წლიდან ერთი დღე არ მაგ გაცდენილი აგერა დირექტორი გეტყვით ყველაფერს. ერთი დღე არ მაგ გაცდენილი. და ბავშვები რომ თბილისიდან დიპლომებს ებულობდნენ. ერთხელ მივიღეთ 28 დიპლომი საქართველოს განათლების სამინისტროდან. 28 დიპლომი. ეს იყო საოცრება. განათლების მინისტრი გაგიჟდა ამდენი დიპლომი როგორ მიიღე? 60. აი რატო წამოდი? ხო. ესა 30, იგი 30 და ის 60. 15 გადათვალე რატომ დავშეკ 30 რომ გავყები 30 კიდე გავედი. ბუშალ. აი გახლა შეიძლება დაჭექი. აი 20 გადმოწმე და გაატარე აქ ამ თლიანი ხაზი. აქ ტრაიჭრება აი თლიანად. ხო, კი. თურიჭრა არის. 20. Jo გასწორე დიზე რო იონი გადმოსათვლელი იყოს. დიდება მომსაჯეთ მინეთე სულსა დამარეს და უნიტი ისანდიამი ალილუია იუდევა შენდრომსოლიო შენსალენ ხაზოგება საკეთე საოცრად უგინმი შეიძლება შეშენკა ისაგანა იდე რამე ყოველთა კონტრა აუწყოს უგაბეს მოვედი შენდა და სვემდი
ბავშვების ნამუშევრები არის აგერ. დასრულებული სამუშაო. ზოგიერთ უნივერსიტეტში ბავშვი არქიტექტურაზე ვინც აბარებს, მან უნდა მიიტანოს 5 ფურცელი ნახაზი წინასწარ ივნისის თვეში. თუ ხაზი არ აქვს ჩაბარებული, ისე ვერ მოხდება იმ სპეციალობას. ბავშვებს ვამზადეთ, მაგრამ აქ მზადდებოდა პედაგოგები. ახლა არაა პედაგოგობა, ხო? სააკაშვილმა გაუქმა. თბილისში იყო ერთი და ერთი ბათუმში იყო ეს სასწავლებელი. ორივე გაუქმა. აი თბილისს რომ ვეკუთვნოდით ადრე ჩვენ განათლების სამინისტროს, იქიდან ვღებულობდით. აი ყურე გემთ სამოდელოდ წრესთვის. აი ეს წრეს არის ეს ორი ჩემია. აგერ არის კიდევ. სასახლის დირექტორის არის ეს. აი აბა არ ჩამეწერობა. ხოლოდან დადიოდა ბავშვი და იყო აჭარის ფერენბურთის ანსამბლში წევრი. და დადიოდა შეჯიბრზე. და მისცედა მცადრობდა. ბაბუ აგერ ცხოვრობდა აქ. და უთხარი ბაბუ ამის დოვრეკე ტელეფონი ქონდა, უთხარი 100 არა აქვხრა მეთქი. რო წავიდა ჩააბარა და პირველი მედავირეკა და მერე დოვრეკა ბაბუას. და ბაბუა ვირეკავს მე უთხარი მე შეზიადრ დავირეკა მე და გაგიჟდა მოარდა აქ ბავშვი. ბაბუა და შემზიადრ დავირეკა შენო. კათედრაზე დიპლომი რო დავიცავი, საკვლევი ინსტიტუტში გამაგზავნენ თბილისში. ერთ-ერთ საკვლევი ინსტიტუტში და დირექტორის მოადგილე იყო პროფესორი კაცი და ორი ბიჭი გაგვიშვა. დაბიკიე მაი და ხვალ მოდითო და ყველაფერს დაგახვედრებთ. მივედით მეორე დღეს და ჩამოდით, დაიცავ დიპლომს, ჩამოდით ჩემთან სამუშაოდ. ის ხარესსა და მაცვებებდა მე საკანდიდატო სადოქტოროს ყველაფერს გამაკეთებდა, მისი ხელწერა ყველგან გაგებდა. აბა იფერი დონის ადამიანი იყო. ჩამოდით ჩემთან სამუშაოდ. ხედავდა რომ კარგად ვეხმარებოდი ადამიანს. მეუთხარი მე ბათუმიდან ვარ, ვერ წამოვალ თქვენთან, მე დაწავიდე ბათუმში მეთქი. თბილისში მეხვეწა კაცმა, მაგრამ ბათუმის გიჟი ვიყავი. პატარა საქმე იყო, გახდებოდით პროფესორი კაცი, გახდებოდით ცოტა საქმე იყო. მოსწავლე ახალგაზრდა სასახლეში მუშაობ. ხაზვის წრეას იქა. თუ ყავთ ვინმე გამოუშვით და უმაღლეს დონეზე ვასწავლი 1 წელი ხაზვისა არაფერი არა. 2 წელი პაით ჭირდება რომ ვასწავლოთ. ჩუბად გეტყვით. კათედრის გავგის მოადგილე ამუშავდა მის სადოქტოროზე. 2 წელი მუშაობდი მე-4 მე-5 კურსზე. ანგარიში ვაკეთებინა ჯერ და მერე წავიყვანა საწყობში და გადმოახვია როლორიდან სკელი ქაღალდები. გადმოახვია და გამატარა დაჭერი მაი და დაიწე ხაზვა. და მიუტანდი ამოწმებდა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის საკონფერენციო დაბაჟ დაიცვა სადოქტორო. მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, კიევიდან, სადან არ იყვნენ ჩამოსული პროფესორები. მეცვიჯექი არ მაინტერესებდა, ჩემი გაკეთებული იყო. აი რო ისიქრება ტელევიზორში. აპრილში მისრულდება 90 წელი. არ ვიცი ახლა. მე სასახლეში მეუბნებიან, აგიღნიშნოთ მაგას აუცილებლად.
3 საათზე მეწყება მეცადინეობა. 3 საათს ვამეცადინე ბავშვებს. 3:45 წუთს არა, 3 საათს. 5 წუთი აკლია და 2-ს. ადრე ნახევარზე უნდა ვიყო აუცილებლად რომ გავშალო ყველაფერი. ფეხი დავდივარ, როცა ამიდიანს. წვიმაში ავტობუსით. ადრე მყავდა მანქანა და ახლა აღარ შემიძლია მანქანით.